კვლავ მივიდა ქანა გალილეაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. იყო იქ ერთი სამეფო მოხელე, რომლის ძე ავად იყო კაპერნაუმში. როცა გაიგო, რომ იესო იუდეიდან გალილეაში მოვიდა, მივიდა მასთან და სთხოვდა ჩამოსულიყო და შეეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო. უთხრა მას იესომ: თუ სასწაულებს და ნიშანს არ იხილავთ, არ იწამებთ. უთხრა მას სამეფო მოხელემ: ბატონო, ჩამოდი, სანამ ჩემი შვილი მოკვდება. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ირწმუნა კაცი სიტყვა, რომელიც უთხრა იესომ და წავიდა. და როცა გზაში იყო, შეეგებნენ მისი მონები და უთხრეს: შენი შვილი ცოცხალია. ჰკითხა მათ საათი, როცა გამოჯანმრთელდა. უდათრუნგლ. გუშინ მე-7 საათზე დატოვა სიცხემ. მიხვდა მამამ, რომ სწორედ იმ საათზე უთხრა იესომ: შენი ძე ცოცხალია. და ირწმუნა იგი და მთელი მისი სახლი. ეს იყო მეორე სასწაული, რომელიც მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან გალილეაში მოვიდა.